მეგობრებო, წინა ვიდეოში ის უკვე დავასრულე. ეხლა მიდის ასე წყობა, მოკლედ აგიხსნით მარტივად. ზოგის ვიდეოებს რომ ხვდები, რულეტკით ზომავენ და არის ერთთან ბავშვთან რაღაც დამტკიცებენ თითქოს და მათ პროფესიონალიზმს ასე ვთქვათ რომ ნახე რულეტკით გავზომე და პირველ გაჭრაზე როგორ ზუსტად გავჭერი კაფელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარტივი მაგალითად ჩემსგან ჩემი გამოცდილება რავი თუ ვინმეს დაგეხმარებათ, რეკომენდაციებს გაგიწევთ, რჩევებს გაგიწევთ და თუ ვინმეს კიდევ რამე შენიშვნები გექნებათ ასე ვთქვათ, მომწერეთ, მითხარით და არ არის პრობლემა გავითვალისწინებ მაქსიმალურად. ესე იგი, არანაირი რულეტკა, არანაირი არაფერი ზედმეტი, ნუ კი რულეტკა როგორ არ გჭირდებათ, კი არ ვამბობ რომ არ ასაჭირო, მაგრამ მე მაგალითად მარტივი გზა არის ჩემთვის რა ვთქვათ, კაბელის გების დროს, მით უმეტეს ასეთ წყობაში, სადაც ძალიან ბევრნაირი ფორმის და რაღაცების, ნახეთ, მოჭრა მიწევს, არ ვწვალობ, საერთოდ არ მჭირდება რულეტკა. ლამინატის დასაფენი, რაცა ვიცით ყველა, ეგრეთ წოდებული ბუბკა, თუ რაც ქვია, ამას ვიყიდი, 3 ცალი, 4 ცალი, 5 ცალი, რავი, კაფელს წავადებ, კაფელის ზომაში შეავჭრი, მერე უბრალოდ აი, ნახეთ, მარტივად. აი, ჩააფენ, მოჭრი, დაადებ კაფელს, გადახაზავ, მოჭრი, всё. არის სუსტი ზომა. ეს ერთადერთი მარტივი გზა, რომლითაც არ დაგჭირდება ზედმეტი ტვინის ბურღო, ასე ვთქვათ, თუ როგორ გაზომოდა ვაიმე პატარა დამრჩა და ვაიმე ცოტა დიდი დარჩა და მოსაკლებია და რაღაცა და რაღაცა. ეს ერთი მარტივი გზა. მერე მეორე. ესე იგი, მეგობრებო, ეხლა გაჩვენებთ მეორე ვარიანტს. კონკრეტულად ამ წყობაზე მაქვს საუბარი. აი პრავილა. ეხლა აქ ცოტა კლიპსები მისვლის, მაგრამ ნუ კაი, დავდე მაინც. აი შეხედეთ ამას. აი ამას შეხედეთ. ასეთ წყობაში თუ კაფეს დააგებთ, ესე იგი, მაგალითად, წამოვიდეთ აქედან, ხო? ეს ერთი რო დავდებით. ასე აუცილებლად. ნახეთ ახლა მე რო ის იქ დავალაგ და მე რო ეს კაფელი დავდე, შესაძლებელია რომ ამ კაფელს ოდნავ ასე ქონებოდა დახრა და ეს უკვე შემიქნდა ძალიან დიდ პრობლემას. აუცილებლად ეს კაფელი რო დაადეთ თარაზო და იყოს იდეალურად სწორი თარაზოში, იმიტომ რომ სხვანაირად გაგექცევათ და პრობლემა შეგექმნით აუცილებლად ისეც რომ თავი ვერ გამოასწორებთ. იმიტომ რომ წყობა ეს ყველაზე რთული წყობაა კაფელმეტლახის, რამე თუ რაც შეიძლება რანაირი წყობითაც და რა ზომა კაფელიც არ უნდა დააგო, ეს არის ყველაზე რთული წყობა. ეგრეთ წოდებული იოლკას ეძახიან ამას თუ